მოგესალმებით სიკო. Voice-overების ახალ პოდკასტს წარმოგიდგენთ ლაშა ბახტაძე და სიკო ინაური. გამარჯობა. როგორ ხარ ლაშ? კარგად. ეს ბოლო გამარჯობა რა იყო? არ იყო ცუდი. რაღაცნაირი. არა, თავიდან ჩავწერე. მულტფილმია. არა, კაი, არ ჩავწერე. როგორ ახარ? შენ? რა, კარგად. რა ხდება შენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში რა ხდება იქ რომ მოგიყვე, აი ძალიან დიდი დრო დაგჭირდება და ჩვენს ბიჭებს კამერებზე არ ეყოფათ ის მასალა, ის ადგილი, რომ ეს ყველაფერი დაიტიონ, ამიტომ მოდი იქ ცალკე ჩავხსნათ. მაშინ სხვა დროს. სხვა დროს ეხა voice-overებზე ვილაპარაკოთ და ჩვენს მორიგ სერიალზე, რომელიც დასრულდა საკმაოდ საყვარლად. ხო, ცოტა ისე დასრულდა რაღაცა. ტრაგიკომიკურად. ბევრი სიკვდილით დასრულდა რა. აი ამდენ სიკვდილსაც არ ველოდები. მოდი მივესალმოთ მაყურებელსაც ამასობაში. და უთხრათ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ და მოგიყვებით სერიალზე White Lotus, თეთრი ლოტუსი, რომლის მესამე სეზონიც ახლახანს დასრულდა და გადაწყვეტეთ, რომ მე და ციკოსაც ამ ყველაფერზე გველაპარაკა დღეს, ხო? სად ვართ ეგეც უნდა ვახსენოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი არაჩვეულებრივი გარემო, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ზილიკო, რომელიც მდებარეობს ბარნოვის 64 ნომერში და ძალიან დიდი მადლობა ზილიკოს ამ ყველაფრისთვის. მას პინძლობისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად საჩვენო სივრცე აღმოჩნდა. კი. და მეთანხმებით. არაჩვეულებრივი კერძები აქვს, არაჩვეულებრივი სასმელები არის, ბარის სივრცეც არის, კლუბის სარესტორნო სივრცე და მობრძანდით და აგემოვნეთ და ისიამოვნეთ აი ამ არაჩვეულებრივი გარემოთი, სადაც ახლა მე და ციკო ვიმყოფებით დღეს. ლაშ. მოდი ახლა მოკლედ შევეხოთ ამ ჩვენ საყვარელ სერიალს, რომელიც ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა თავის დასასრულით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კომედია და ზოგადად ადამიანების მიხსიერებაში და ეკრანებზე შემოვიდა როგორც კომედია და რაღაც სასაცილო ლაქშერი დრამა. საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა ტრაგიკული, სევდიანი, აი მაინც აღმოჩნდა ის სერიალი, რომელმაც მიჯაჭვა მაყურებელი ემოციებითაც, იმიტომ რომ ამ კომედიის ფონზე ნახეთ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, ეკონომიკური რაღაცა ჩატეხილობის პრობლემები, საბოლოოდ რაღაც ტრაგიკული სცენარით, თუმცა მაინც დასრულდა ეგრეთ წოდებული happy end-ით. როგორი happy end-ია, ეხლა ვისთვის როგორ არის happy end-ი? ამოწყდა ყველა, რა ვიცი, ყველა დახოცეს. საბოლოო ჯამში მაინც happy end-ი ხო ეგ არის, რომ რაც უნდა ყველა ამოწყდეს, იმედს ტოვებს და აი ეს ბელინდა მაინც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ამ სერიალით, რაღაც კარგად, თუმცა არასინდისიერად, მაგრამ მისი ცხოვრების გზა კარგად და ჰეპით დასრულდა, ასე ვთქვათ. პირველივე სეზონში გვხდება ბელინდას პერსონაჟი, შემოდის ამ ტანიასთან ერთად, რომელიც ძალიან საინტერესო პერსონაჟია და აი პირველ სეზონზე კი, მთელი თავისი მოცემულობებით და ძალიან კარგი განვითარება მოყვა შემდეგ მეორე სეზონში და ეხლა უკვე მესამე სეზონში, რომელიც აი თითქოს ამ ბელინდას და ტანიას ისტორიის დასასრული აღმოჩნდა, ხო, ეს გრეგიც ჩემი აზრით ხო ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ხაზია. თუმცა მაინც აი საინტერესო იქნება ეხა შინაარს რომ არ მივყვეთ, ხო, დარწმუნებული ვარ მაყურებელს, რომელსაც ნანახი აქვს, არ ჭირდება ასე ვთქვათ ჩვენი მხრიდან შინაარსის მოყოლა და ვისაც არ აქვს ნანახი კი და ნახოს. მარტივია ძალიან, ხო? ასე რომ მოვიქცეთ. ვისაც არ აქვს ნანახი, ნახოს ეხა მე მაგისთვის საერთოდ მოკლედ. მაგრამ საბოლოო ჯამში თითქოს ეს პირველი სეზონი ისე შემოვიდა, ვთქვათ, ჩვენს გულებში, რომ რაღაცა სერიოზულ ბმებს თითქოს არ გვაჩვენებდა. ყველა სეზონს იცი რა აკავშირებს თან ერთმანეთთან, რომ ძალიან საინტერესო ის აქვს, დაწყება ყველა სეზონს რა. ანუ იწყება სეზონი, სერია უпростоრად პირველი სერია ყველა სეზონის იწყება იმით, რომ რაღაცა მკვლელობა ხდება, გვაჩვენებენ, რომ ვიღაც მოკვდა. თუმცა ეს არ არის თითქოს ძალიან ტრაგიკული. არა, ხო, და არის დაბნეულობა და მერე მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ ვარკვევთ, მე მაგალითად ეგრე ვიყავი ყველა სეზონზე რა. პირველ სეზონზეც, მეორეზეც და მესამეზეც, რომ აი მთელი სეზონი იმით ვიყავი კიდე გარდა ამ ყველაფრისა, რაც ხდება სიუჟეტში, იმით ვიყავი მიჯაჭვული, რომ სულ მინდოდა გამომეცნო, რომ აი ვინ არის. პირველ სეზონში ვინ მოკვდა?
პირველ სეზონში მენეჯერი მოკვდა სასტუმროსი მოკლა დანა რომ გაუყარეს ის ვაჟბარაში არის ეგ არის რომ ეს ხაზი ხო მიყვება და ეს ბელინდა და ეს გრეგი და ტანია მთავარი პერსონაჟები აღმოჩნდებიან და ტანიას სიკვდილს არ ველოდებოდი მეორე სეზონში სიგიჟე იყო მაგრამ აი მესამე მოკვდა აი მესამე სეზონშიც ეგაა საინტერესო რომ ტანია არ არსებობს მაგრამ საბოლოო ჯამში მგონი მთავარი პერსონაჟი White Lotus-ის მაინც ტანია იმიტომ რომ მოკვდა მაინც არსებობს მესამე სეზონშიც გადმოვიდა კი მაგის ხაზი გაგზელებული მაგრამ ანუ რა მინდოდა მე თქვა რომ სხვაობა რა არის რომ იქ მენეჯერი ბოლოს კვდება თითქოს პირველში მეორეში რაღაცა სხვანაირად კიდე ბოლოს და თავიდან მეორეშიც ბოლოს კვდება ტანია მეორეშიც ბოლოს კვდება და მესამეშიც ბოლოს კვდება, მაგრამ თავიდან იწყება ისე რომ ეს ეგრევე ეგ ინტრიგაა რა. აი საერთოდ შეიძლება არ გაინტერესებდეს ეს მესამე სეზონი, მაგრამ ისე ხსნის ამბავს, რომ მარტო იმიტომ უყურებ, რომ გაიგო რა მოხდა. ჩემთვის მესამე სეზონი მაინც ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, არ ვიცი რატომ. მე ვერ დაგეთანხმები ყველაზე შთამბეჭდაობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოხმაურებაც მოყვა მაგ მესამე სეზონს, რომ თითქოს ყველაზე სუსტი სეზონი იყო რა ძალიან ბევრი. მე ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ რომ პირველი ეფექტი კონდა ჩემთვის, რომ აი რაღაცა სხვა ნამუშევარს უყურებდი, სხვა სტილის რაღაც სერიალს უყურებდი. ეს იყო პირველი და ნუ მეორე სეზონი, იმიტომ რომ ჩემი სიყვარული იტალიასთან დაკავშირებით არის რაღაცა უსაზღვრო, მართლა ძალიან მიყვარს ეგ ქვეყანა და ეს სიცილიის კადრები და ეს გვერდზე ქალაქების კადრები, ეს სიტუაციები იმდენად შთამბეჭდავი იყო მოკლედ ჩემთვის შეიძლება მაგანაც დამკერა და იმიტომ მომეწონა მეორე სეზონი კიდევ უფრო მეტად რა, იმიტომ რომ მე ანუ გადავობა ჩემ მეგობრებს უყუდებდი ეგრევე იმაზე რა ქვია ბუკინგზე შევედი და დავგუგლედი ნახე სად არის გადაღებული და მოდიო სასტუმროში წავიდე სად არის გადაღებული და ჩემ მეგობრებს აი სრული სერიოზულობით უმტკიცებდი რომ ხალხო წავიდეთ ერთი კვირა 50000 იღებს ანუ რა პრობლემაა რაღაც ეს ხია ვიღოთ თუ იმდენად მოახდინა შტაბეჭილება ჩემზე აი ამ სასტუმრომ და ამ გარემომ რომ მართლა სერიოზულად იმუშაობდი დამცინოდნენ რა თქმა უნდა ჩემ მეგობრები რომ სამწუხაროდ არ მაგ 50000 რომ ერთი კვირა გადავიხადო სასტუმროში. ჩვენ ახლა ძალიან კარგი სპონსორები რო გამოგვიჩნდება ჩვენს პოდკასტში და დარწმუნებული ვარ რომ უფრო მაგარი გამოგვიჩნდება ვიდრე გვყავს, ასე ვთქვათ, თვალსაჩინში. რო დამეხმარონ რომ Four Seasons-ის სასტუმროში. არა, Four Seasons-ში არა, მაგრამ ჩემი ოცნება ავიხდინოთ და წავიდეთ მე მინდა რომ წავიდე შოტლანდიაში და წავიდე ჩემთან ერთად და ეს აუთლენდერის სამყაროში ხო? აუთლენდერის სამყაროში და თან აუცილებლად აი საზღვარზე ბრონტეების პირველ პერსონაჟ მუზეუმში უნდა მოვხვდე და მინდა რომ შენთან ერთად იყოს. და უკვე იქიდან ჩავწეროთ selfie podcast. პრაკებში გამოწყობილი და რაღაცეებრივად გამოწყობილი. რაღაც იმ საუკუნის შოტლანდიური ვისკით აყროლებული. ფოტოშორის რეკლამაზე მე ძალიან კაი შეთავაზება მომაფიქრდა კომპანიებისთვის რა. ანუ ნახეთ კომპანიებო რა თქვენ რო რეკლამა გჭირდებათ ხო ამისთვის რაღაცა გრაფიკოს ქირაობთ იმას რა ქვია სცენარს წერთ რაღაცა მთელი დიდი ჯგუფია მოკლედ რა ჩართული იმაში რომ რაღაც რეკლამა გააკეთოთ აი ძალიან მარტივად რომ დაგვირეკლამოთ აი რაღაცა მარტივად რა გამოიძახეთ ჩვენი სერვისი და თქვენი მიტანის საფასური იქნება 0 ლარი აი ძალიან უცებ მარტივად რაღაცა ციკო რაღაცა ძალიან იმას ჩააჭერს რა ქვია თავის პედრო ალმოდოვარს მე უცებ აუ ეგრევე ჩავჭრები და გამოიძახეთ ჩვენი სერვისი ან რაღაცა ან ნებისმიერი წამლის რეკლამაც რაღაცა გამაყუჩებელი რომელიც ძალიან მარტივად გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ ან ჩვენ ყველა ვღელავთ ნუ ღელავთ ლაშა კლაშია ეგეც შეიძლება, ეგ რაღაც ტრეშია. და საერთოდ ძალიან ბევრი რეკლამა გვაქვს ესე პროგრამებით ჩაწერილი ტელეფონში, რომელიც ცალკე დასასპონსორებელი ამბავია რა, ეგ ცალკე ამბავია, მე ამაზე მეტაშან. ხო და მოკლედ აი მარტივად რომ მოვაგვაროთ მოკლედ ეს ჩვენი სპონსორის ამბავი, არ დაგჭირდებათ არაფერი, უბრალოდ წინადადება მომეწით რა უნდა წავიკითხო, რა უნდა წაიკითხოს ციკომ და თუ გინდათ აი იმასაც გავითამაშებთ რა, ვითომ რეკლამები რო არის გათამაშებები, რომ დღეს რაღაც ძალიან ცუდად გრძნობ. დალია კეტონალი. ხო, რაღაცა ეგ. კეტონალის რეკლამა არ არის ხუმრობ. თქვი გამახსენეთ. ხო, კი ბატონო. ხო და მოდი White Lotus-ს რა გადავიდეთ, მოკლედ Four Seasons-ის ნაცვლად წავიდოდი მაგალითად რომელიმე ძველ სასახლეში შოტლანდიაში და ამას იმედი მაქვს voice-overები დაგვის სპონსორებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ანუ ეს სერიალი კიდევ რატო იყო ჩემთვის მე მახსოვს მე და შენ რომ ამ სერიალზე ვლაპარაკობდით ჩვენ უცბად აი ესე და საუნდტრეკი ჩართე აუ ესე უნდა შევიდე ჩართე რა ანუ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის მუსიკა
ის აურა, ის ენერგეტიკა, ის კადრები, რაღაცა თითქოს ეს ადამიანები, რომლებიც შემოდიან რაღაცა მხიარული ფერადი ტონებით ჩვენს თვალსაწიერში, ამ შემთხვევაში ლეპტოპში, ტელევიზორში, თუმცა საბოლოოდ მაინც მიდის ეს ყველაფერი დრამამდე. თანის ფონად და ამასთან ერთად, ხო, აი ეს ყვებოდეთ მოდაშენ. აი, ხო, ანუ აურა აქვს რა რაღაცა ტკბილი და გემრიელი. და არის პრინციპში ეგეთი სერიალიც რო აი ძილის წინ წამოწვევი და გემრიელად უყურებ და არ დაისტრესები, მაგრამ ამასთანავე ამ სერიალში რაღაც პატარა სიმბოლიკებით და პატარა სცენებით შემოტანილია მაგალითად რაღაც ეკონომიკური პრობლემები, შემოტანილია ეს რაღაცა სოციალური უთანასწორობის ამბები, ეს მდიდრული და ღარიბული ამბები, მოკლედ და ის რაც ტანჯავს ძალიან ადამიანებს, რაღაცა ძალიან მარტივად და მსუბუქად არის და მე იმიტომ ვიხუმრე happy end-ზე შე რო თქვი რომ ყველა ამოიხოც არანაირი რა, ანუ იმ ყველაფრის ფონზეც კი აი ჩემთვის იმიტომ იყო ეს ბელინდა ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი და მოდი ბევრი ლაპარაკი არ მინდა რა, გამოვარჩა უბრალოდ ამ პერსონაჟს თავისი ხაზით, რომ თვითონ ატყუებს ასე ვთქვათ ტანია, ესე გამოდის ატყუებს არა პირდება რომ ჩვენ ერთად გავხსნით ეს მილიარდელი ტანია ამ ცენტრს. მე იმიტომ რომ ვიღაც კაც გაიცნობს დაივიწყებს მოკლედ ამ დაპირებას. საბოლოოდ ნახე ტანია რატო აკეთებს მაგას, ხო? ანუ ძალიან ადამიანური, ძალიან ბუნებრივი რაღაცაა, ძალიან მარტოსულად გრძნობს ეს ხალი თავს, ძალიან რაღაცა. და მე სხვა გასართობი გაუჩნდება მოკლედ რომ უცებ გაუჩნდება სხვა გასართობი და მიატოვებს ამ ჩვენ ბელინდას, რომელიც აი ძალიან გული დამწყა, ძალიან ცუდად თავდება რა. ხო, თუმცა ეს ბელინდა რომელიც რეალურად მართლა გულწრფელად ელოდა მისგან ამ დახმარებას, ხო, საბოლოოდ თვითონ ხდება ტანასნაირი ბოლოს და იგივენაირად იქცევა თავის ასე ვთქვათ საყვარელს და კოლეგას. ჩემი საყვარელი ესე პერსონაჟი და ხაზი ესე არ არის, ანუ ნახე ყველა სეზონში თითქოს ხვდებით მდიდარ ოჯახს. პირველ სეზონში ეს არიან მოსბახერების ოჯახები, მეორე სეზონში არიან ეს ისინი იტალიელი მსახიობი რო არის ეს კი არა და ხო, კაცი და მისი მამა და მისი შვილი და ყველა სეზონში თითქოს ერთი ხაზი გრძელდება ის რომ ესენი არიან ძალიან დიდრები, ძალიან კარგად, ძალიან დიდი ფულით, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ პირველ სეზონშიც აი ეს მოსბახერების ოჯახი რო ჩამოდიან, თავიანთ ბარგთან ერთად თითქოს ჩამოაქვთ თავიანთი მეორე ბარგი, ტვირთი ოჯახური პრობლემების ტანჯვა, რასაც გადალახვის შეუძლებლობით. იმის მიუხედავად, რომ ერთი ოჯახი არიან აი პირველ სეზონში, რა ეს მოსბახერები თითქოს მათი ერთ სივრცეში ყოფნა არის ერთმანეთისთვის აუტანელი. იმიტომ რომ ეს შვილი გოგო ვერ იტანს და ძალიან ცინიკური ეს აქვს, რა ქვია, პასუხები და დაპირისპირება აქვს მშობლებთან. დედამისი არის რაღაც ძლიერი, დომინანტი ქალი, რომელიც მუშაობს და ამ თავის ქმარს იმაშვება, რა ქვია, უკვე აღარ აინტერესებს და ინდიფერენტულია. ეს შვილი საერთოდ ბიჭი გაჯეტებზეა დამოკიდებული და საერთოდ გოგოს მეგობარი და კაცმარიცის რა ხდება. ძალიან საინტერესო მომენტი ამ ოჯახის გაერთიანების არის ის, რომ როდის ერთიანდება ეს ოჯახი რა და როდის იწყებს თავიდან შეყვარებას თითქოს ერთმანეთის და თავიდან დანახვას ერთმანეთის ისეთის როგორიც არიან. როცა შეუვარდებათ მძარცველი და ძარცვავენ ამ ოჯახს. რაღაცა დრამა მოხდება, რა. კი, ამ დროს ეს კაცი გადაარჩენს თავის ცოლს და იქ უკვე იწყება ამათი შეკვრა. ეს გოგოც უკვე შვილი აღარ არის ინდიფერენტული, ამ ქალს და კაცს, ცოლს და ქმარს სექსი აქვთ უკვე იმ საღამოსვე, რაც მანამდე კაცის მცდელობები იყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. და ამის შემდეგ თითქოს რაღაც სხვანაირად იკვრება ეს ოჯახი და მან ხედავ რომ კიდე რაღაც პოტენციალი იმის რომ რეალური ოჯახი გახდნენ და რეალური ოჯახი არიან აქვს. კი. ეს ძალიან საინტერესო ხაზია. მან პირველივე სეზონში ძალიან საინტერესოა ეს წყვილის სამბავი რა. მდიდარი და ღარიბის ტანდემი ასე ვთქვათ. სადაც ასევე იგივე პრობლემებია, მართალი ხარ, მეორეში შემოდის ოჯახი იგივე პრობლემებით და მესამეში ხომ შემოდის და შემოდის. მოკლედ, კი, ბევრი აი რაღაცა თითქოს სამივე პერსონაჟი თითქოს კერტოს მაპატია სამივე სეზონი თითქოს სრულიად სხვადასხვა ადგილას არის, ერთ-ერთი ეს სასტუმროს სახელი აერთიანებთ, სრულიად სხვა თითქოს დრამატურგია და სიუჟეტით უნდა გავითაროს, საბოლოო ჯამში სამივე ეს რაღაცა ერთი და იგივე
ამბები აერთიანებს. მეორე სეზონში ძალიან მომეწონა ეს ჰარპერი და ითანის და სალივანის და მისი წყვილები რო არიან მოკლედ მათი კომუნიკაცია და ურთიერთობა მათი დაბლ დეითები განსაკუთრებით კი და როგორ იშლება მე ეს ყველაფერი როგორ აი საერთოდ სხვანაირად იწყება და სხვანაირად მთავრდება აი ეგეთ მოლოდინს რო მოკლედ არ გიტოვებს რომ აი თითქოს რაღაც ეს ლამაზი ბედნიერი წყვილი არიან მაგრამ რეალურად მათი თელი ეს ურთიერთობა არის დამყარებული თვალთმაქცობაზე რომ ხალხს ატყუებენ რომ ისინი ბედნიერები არიან და პირველ რიგში საკუთარ თავს ხო ნუ რა პრობლემაა ზოგადად საუკუნეების განმავლობაში გქონდა კაცობრიობას არსებობს და კიდევ იქმნება და შეიქმნება და ყოველთვის ესე იქნება ოჯახები რომლებსაც უბრალოდ კაცმა არ იცის რატო უნდათ ერთად ცხოვრება რატო არიან ან საერთოდ რა მიზნები აქვთ თუმცა ესეა სამყარო მოწყობილი საბოლოო ჯამში ამ რაღაცა კომედიაში ძალიან დიდ წარასიმართლესაც ვუყურებთ ქორწინების მოწმობიდან დაწყებული პირობითად რაღაცა სტატუსებით დამთავრებული რაც საბოლოოდ ადამიანებს გონიათ რომ ანიჭებთ პრიორიტეტებს და საბოლოოდ მიყავთ დიდ უბედურებამდე და ტყუილამდე რა. და ნუ ეს ყველაფერი რაღაცა ჩემთვის იმიტომ იყო საინტერესო რომ ამით ეხა რეჟისორს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. არაერთმა რეჟისორმა უკვე ბევრი წლის წინ ისაუბრა ამაზე და ადამიანებში დღემდე ეს პრობლემა და დღემდე საუბრობენ სხვადასხვა რეჟისორები. თუმცა აქ იყო ჩვენების ფორმა მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო კომედიის და ამ რაღაცა ლაქშერი, ფერადი, მხიარული საყვარელი სერიალის ფონზე ამ მუსიკით შეფუთვით, როცა უყურებ და არიღლები და ეს იყო სალსახად ძალიან საინტერესო ფორმა, რომელიც ჩემთვის ნამდვილად ტრანსფორმირდა მთლიანად White Lotus-ის სამივე სეზონში. და თითქოს ყველა სეზონი რაღაცნაირად შოკში გაგდებს რაღაც მომენტებში რა. აი, მესამე სეზონის ეგეთი მომენტი ჩემთვის იყო ეს რეტრიფების ოჯახის, შვილების საქსონის და ლოკლანის სექსუალური თავგადასავალი უცნაური. რაღაცნაირი ძალიან რთული გოგოებთან არა ერთმანეთთანაც გოგოებთან ერთად და ხო, თან ერთმანეთთან. კი, მან სხვათა შორის ბევრი ამბობდა რომ აი თითქოს ეს უფროსი ძმა ჩანს პირველი სერიიდან შემოდის იმად რომ აი გოგოები უნდა რომ დაკეროს პრედატორი ეს არის რა ანუ მტაცებელი როჟა ეს არის მაგრამ ბოლო სერიაში ხვდებით რომ რეალურად პრედატორი და მტაცებელი ტიპი არის ეს პატარა ძმა და ის რაღაცნაირი გულწრფელი რაღაცა ხო მაგრამ ეს საბოლოოდ როჟად იჩითება რა კონკრეტულად ეგ ამბავი ხდება არაფხიზელ მდგომარეობაში და ამიტომ ხო მაგრამ ზოგადად მაყურებლისთვის შოკია რა არ ველოდებით საერთოდ არ ველოდებოდი ყურების პროცესში სრულიად არელი განვითარებას. თითქოს რაღაც მინიშნებები მთელი სეზონის განმავლობაში იყო მაგეთკენ ისე უყურებდა, მაგრამ აი ეგეთ ამბავს ნამდვილად არ ველოდებოდი რა. თლიან ჯამში ძალიან საინტერესო სერიალი გამოვიდა, ძალიან ლამაზი, ნუ რა თქმა უნდა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აღარ ვახსენებთ მსახიობების თამაშზე, იმიტომ რომ რაღაც საოცარი შესრულებები აქვს. მე რაც მომწონს, აი Big Little Lies-ში რაც ძალიან მომწონდა, დიდ პატარა ტყუილებში, რაც მომწონდა Game of Thrones-ში, აი სამეფო კარის თამაშებში და რაც მომწონს ამ თეთრ ლოტუსში რა. გარდა კადრისა, გარდა ექტინგისა და თამაშისა, ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი დიალოგები აქვს რა. აი ძალიან კარგად დაწყობილი დიალოგები აქვს, ძალიან სწორად დაწყობილი დიალოგები აქვს და ძალიან ბევრი უხერხული მომენტიც კი ამ დიალოგებში ისე ბუნებრივად არის გადმოცემული, რომ აი არ ვიცი, ვერ ხვდები რომ იმათ ის ნათამაშები აქვს, რა ძალიან საინტერესოა და ზოგადად ეს დიალოგების ხაზი ეს ვეს ანდერსონისგან მოყოლებული მე ძალიან მიყვარს ეგ რეჟისორი, ძალიან აი ვაფრენ მაგ რეჟისორს ამ დიალოგებს. კი და აი ვეს ანდერსონის ხაზიც ხო ეგ არის რა, რომ აი დიალოგები აქვს საოცარი, აი საოცარი, კიდე საერთოდ სხვა საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი კარგი რეჟისორის ასე ვთქვათ გავლენა აქვს White Lotus-ის რეჟისორს. ნუ ხა კადრებზე, ვიზუალზე, ექტინგზე და ასე შემდეგ აღარ ვისაუბრეთ უკვე ასე გამოვიდა. და ნუ პრინციპში ხო რა არის ერთ-ერთი კარგი პროდუქტი HBO-ში შეიძლება ითქვას. თუ უფლება გვექნება ვიტყოდით. ნამდვილად. დავამშვიდობთ მაყურებელს. საინტერესო. დავპირდეთ კიდევ ერთხელ ამ ჩახმოვანებული ფილმების ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიმეორებთ და ჯერჯერობით არ ჩანს. ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს პროცესი დაწყებული. ცხადია, იმ შემთხვევაში თუ subscribe-ი ბევრი იქნება. და თქვენი აქტივობაც მეტი იქნება, ეს ჩვენთვისაც მეტი სტიმულია, რომ უფრო მეტი კარგი და დამატებითი იდეები გაგვიჩნდეს. თუმცა გპირდებით, რომ ჩახმოვანებული ფილმები უკვე გამოჩნდება მალე
და ჩემი და ლაშას პატარ-პატარა ლაივებიც ნელ-ნელა შემოგემატებათ ამ სივრცეში. კი, ჩვენ როგორც არაერთხელ ვახსენეთ, ძალიან ბევრი კარგი ამბავი გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის სტუმრების მოწვევაც, მათთან საუბარი და ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანის და კარგი სტუმრის მოწვევა გვაქვს დაგეგმილი. ნელ-ნელა გამოვაჩენთ როგორც ვახსენეთ ჩვენ წინა სეზონში წინა წარმოვაჩენთ შესაძლებლობებს ერთადერთი რაც თქვენგან გვჭირდება და რაც მაყურებლისგან გვჭირდება არის მეტი ჩართულობა ძალიან მოხარულები დავრჩებით თუ კომენტარებში დაგვიწერთ თქვენ რაზე გაინტერესებთ პირობითად ჩვენი აზრი რა სერიალი რა ფილმი განვიხილოთ ან რა კოლექცია განვიხილოთ ძალიან საინტერესო იქნება ეს მაყურებლის ინტერაქციაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად კი არა მთავარი იქნება ნამდვილად ჩვენი პოდკასტისთვის ეს არის მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ჩვენ ამ ყველაფერს ჩახმოვანების ხაზს რაც შეეხება აუცილებლად ჩვენი დაპირებული რაც არის აუცილებლად შევასრულებთ ერთადერთი მანდაც გვჭირდება თქვენი უფრო მეტი ჩართულობა უფრო მეტი გადაზიარება მეტი subscribe მეტი ლაიქი მეტი კომენტარი და მეტი სიყვარული თქვენგან დავიმშვიდობოთ. მეგონი ეგ არის, ხო, უნდა დავიმშვიდობოთ, უნდა ვახსენოთ ამასობაში ისიც, რომ დღეს ჩვენ მიმყოფებოდით და ვწერდით პოდკასტს ზილიკოში, ეს მდებარეობს ბარნოვის 64 ნომერში, არაჩვეულებრივი გარემო, აქვს ბარის სივრცეც, არის რესტორნის სივრცეც, არის ასევე ვერანდაც და გარე სივრცეც. არაჩვეულებრივი სასმელები, არაჩვეულებრივი კერძები, მოკლედ მობრძანდით და ისე ამოვნეთ და ძალიან დიდი მადლობა ზილიკოს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს სივრცე დაგვით. კი, ნამდვილად იდეალური სივრცეა ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ ესეთი კარგი ხარ. რომ ესეთი ლამაზი ვარ დღეს, რომ ბრწყინა. ესეთი მჭერმეტყველი. ხო. და საოცარი. და საერთოდ რომ მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარე, ამაზეც იყავი მადლობელი. ამას კამერას რო გავთიშავთ, მე სადღიგრძელოს დავლევ შენსას. მოკლედ, ნახვამდის დროებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად.